მოგესალმებით, ეთერშია TV Plus-ის საინფორმაციო გამოშვება გოჩა ჭკადუასთან ერთად. თბილისის საკრებულოს ფრაქციის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე წარმომადგენლობითი ორგანოს ხდომაზე დედაქალაქის მერის გამოსვლას გამოეხმაურა გასული 2-3 წლის მანძილზე. ყველამ დაინახა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ასევე ფიზიკური გადარჩენა. ერთი ფაქტი, რომელიც ეკონომიკურად გვანადგურებდა და რომელზეც მუდმივად აპელირებდა ოპოზიცია, ეს იყო სანქციების დაწესება, რაც შეეხება უსაფრთხოებას და ფიზიკურ განადგურებას. კარგად გვახსოვს თუ როგორ ითხოვდნენ ჩვენი ოპონენტები მოხალისეების და ბრძოლების უკრაინაში გასაგზავნად ჩარტერული ფრენების ჩანიშვნას, განაცხადა კოტე ზარნაძე. მან ასევე იმ ბულინგზე ისაუბრა, რომელიც ხორციელდება როგორც პოლიტიკური ლიდერების, ასევე მათი ოჯახების მიმართ და აღნიშნა, რომ ის გუნდი, რომლის წევრიც არის, არასდროს დაუშვებს მსგავს ფატალურ შედეგებს, რაც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის დროს ხდებოდა. კოტე ზარნაძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ განვლილ პერიოდს მომავალი თაობა სწორად შეაფასებს. ჩვენ ვიცავთ ეთიკას, მათ კი ეს საზღვრები არ გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, გადაივლის ემოციური ფონდი და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სწორ მხარეს დადგება, ხოლო ჩვენი ქვეყანა ამ ბეწვის ხიდს მშვიდობიანად ამაყად თავაწეულად გაივლის, აღნიშნა ზარნაძემ და დედაქალაქის მერს და მთავრობის წევრებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ დედაქალაქის მერს კახაკალაძეს ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა. შალვა ოგბაიძემ სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობის მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობაა, რაც საქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. როგორც ოგბაიძემ აღნიშნა, დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი რომ სრულად განახლდა, ეს ყველასთვის ცნობილია. კვლავ გაგრძელდება თბილისის ქუჩებში ბასლაინების მონიშნა, რათა საქალაქო ტრანსპორტმა შეუფერხებლად შეძლოს მოძრაობა და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა. თბილისის მერია დედაქალაქში 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას განაგრძობს. სატრანსპორტო საშუალებები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ევრო სტანდარტებს, რაც ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვანია. შალვა ოგბაიძე ისეთ მნიშვნელოვან თემებს შეეხო, როგორიცაა მეტროს, ავტობუსების და მიკროავტობუსების მარშრუტების განახლება და სინქრონიზაცია, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმალური გადანაწილება და ხელმისაწვდომობის ამაღლება. მისივე თქმით, ჭკვიანი შუქნიშნების მეშვეობით ხდება მონაცემების შეგროვება, სატრანსპორტო ნაკადების უკეთესი გადანაწილება და მოძრაობის ორგანიზების ოპტიმიზაცია. შალვა ოგბაიძე პარკირების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პარკირების რეგულირება ემსახურება სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმალურ მართვას. ის ასევე თბილისის მერის ინიციატივას შეეხო, რაც ელექტრომობილების მოხმარების წახალისებას გულისხმობს. ელექტრომობილებს არ შეეხება ზონალურ-სათობრივი პარკირების საფასური. მუნიციპალურ საპარკინგ ადგილებზე გამოყოფილია სპეციალურად მათთვის განკუთვნილი უფასო სადგომები, რომლებზეც სხვა ავტომანქანებს დაყენების უფლება არ აქვთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი ახორციელებს ელექტროდამტენების მონტაჟს, განაცხადა ოგბაიძე. მისივე თქმით, წელს ამ წახალისებით 600 ერთეულიდან თითქმის 4000 ერთეულამდე გაიზარდა ელექტრომობილების მოხმარების რაოდენობა. შალვა ოგბაიძე 2019 წელს კახაკალაძის ინიციატივას შეეხო, რომელიც 186 ბაგა-ბაღში საბავშვო ავტოქალაქის შექმნას გულისხმობდა, სადაც ბავშვები მოძრაობის წესებს სწავლობენ. აღნიშნული პროექტი კვლავაც გრძელდება და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მას წარმატებით ახორციელებს, განაცხადა ოგბაიძემ. დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილება, ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახაკალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არჩევნების მომზადების მიზნით საბჭოს ჩამოყალიბებაზე და ამასთან დაკავშირებით გამართულ ოპოზიციის კონსულტაციებს. მისივე თქმით, ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის, ჩვეულებრივი სისულელია, არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილება, რასაც ხედავდით დღევანდელი მოცემულობით. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, ის იყო მრავალპარტიული. ძალიან კარგად იციან, რომ მათ თავისუფლად ჰქონდათ შესაძლებლობა ეწარმოებინათ კამპანია, თუმცა არ აწარმოეს. რატომ არ ვიცი და გაუგებარია ეს ყველაფერი. ყველაზე მთავარი, ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, რადგან იყო მრავალპარტიული არჩევნები თავისუფალ გარემოში. მისულიყვნენ და გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი. ეს დასკვნის სახით დადო ეუთოოდირმა. ნახეთ მისივე შუალედური დასკვნა, საბოლოო დასკვნა, სადაც ყველაფერი ნათქვამია ის, რასაც ვისმენთ ახლა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. თქვენ იცით, რომ მას ერთი პარასკევიც არ აქვს დარჩენილი და უნდა რომ კიდევ უფრო დაამძიმოს. გააფუჭოს სიტუაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს ადამიანები განწირულები არიან მარცხისთვის. რა საბჭოებზეა ლაპარაკი, მთავრობასთან თამაშობენ ერთმანეთში, განაცხადა კახაკალაძე. კითხვის საპასუხო დაპირებს თუ არა ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილის დაპატიმრებას. დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ არავის დაპატიმრება არ იგეგმება, თუმცა თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ არავის დაპატიმრებას არ ვაპირებთ. თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, თანამდებობა ვერ იქნება ფარი. არ აქვს მნიშვნელობა სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე.
ვინ ჩაიდენს დანაშაულს, თუ სალომე ზურაბიშვილი ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და ვერაფერი შეაჩერებს ამ პროცესს, განაცხადა კახაკალაძემ. მისივე თქმით, ასეთი დანაშაულის შესაძლოა იყოს ხელისუფლების მითვისება. ეს არის ხელისუფლების მითვისებასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ბრიფინგი და ძალიან მცლად იყო გაკეთებული განცხადებები მისთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში მოხდება და გადაიდგმება ეს ნაბიჯი. ჩვენ შეიძლება მიჩვეულები ვართ მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, მაგრამ კანონის დარღვევას არ ვაპატიებთ არავის. ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება. ჩვენ ვართ შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფო და ყველა მკეთილი უნდა ინებოს პატივისცეს კონსტიტუციას და კანონს, რაც შეეხება არჩევნებს, ის აუცილებლად ჩატარდება ქვეყანაში. ჩვენ მომავალ წელს გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხოლო საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 2028 წელს. კონკრეტული თარიღი და თუ როდის იქნება, ამას მოგვიანებით ვეტყვით საზოგადოებას. ჯერ ადრე ამაზე საუბარი აღნიშნა კახაკალაძემ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას, შეხვდეს ბიძინა ივანიშვილი, დედაქალაქის მერი ამ შესაძლებლობას ვერ ხედავს. რა საქმე აქვს ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილთან? რა შეხვედრა უნდა შედგეს? სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღეში წავა იქ, სადაც გაუხარდება, რამდენიმე დღეში ამთავრებს თავის უფლებამოსილებას. დღეს კრიზისი აქვს ოპოზიციას, შესაბამისად შეხვდეს ოპოზიციას და გამოიყვანოს კრიზისიდან, განაცხადა კახაკალაძემ. მან ასევე შეაფასა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება შეეწყალებინა ძმები წულუკიძეები, რომლებიც ნამოხვანს ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავეს და მათ ჯგუფურ ძალადობას ედავებოდნენ. ასევე ირაკლი გვაზავა, რომელიც მშავდებული იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობის თანხის მითვისებაში. თუ კი რაიმე უბედურება შეიძლება ადამიანმა იკადროს, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ ამ რამდენიმე დღეში ყველაფერი იკადროს და გააკეთოს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეიწყალა და პირდაპირ წაახალისა ძალადობა. მერე გვიკვირს, რატომ ხდება ძალადობა? სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პირდაპირ უნდა გმობდეს ძალადობას, პირდაპირ წაახალისა და შეიწყალა ადამიანი, რომელმაც პოლიციელებს ესროლა მოლოტოვის კოქტეილი და ცოცხლად წვავდა ახალგაზრდა ხალხს. წარმოუდგენელია, ეს არის სალომე ზურაბიშვილის რეალური სახე, განაცხადა კახაკალაძემ. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, განვლილი წელი არა მხოლოდ ქალაქის განვითარების მიმართულებით, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისივე თქმით, უსამართლობაა, როდესაც იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის პირობებშიც მიღწეული აბსოლუტურად ყველა წარმატება ევროინტეგრაციის მიმართულებით კურსის ცვლილებების ბრალდება ისმის. ევროინტეგრაციის მიმართულებით უპირობოდ ლიდერობდით აბსოლუტურად ყველა რეიტინგი. აქ ყველანი საჯარო მოხელეები ვართ. ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ემსახურება, ამიტომაც ბრალდებებს ვერ მივიღებთ ვერავინ გვათქმევინებს უარს ჩვენს ტრადიციებზე, ისევე როგორც ჩვენს ევროინტეგრაციის გზაზე, განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და საქართველოს მოსახლეობას მიმდინარე წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მხარდამჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. ეს უპრეცედენტო და დიდი მხარდამჭერა იყო ჩვენი ქვეყანა მშვიდობით და ღირსებით აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენი ქალაქი გააგრძელებს იმ განვითარებას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უნიშნულოვანია, როდესაც დედაქალაქის მერია 2017 წელს დასახული პრიორიტეტების ერთგული რჩება, რისი დასტურით 2025 წლის ბიუჯეტია. 2017 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 815 მილიონი იყო, დღეს კი 2 მილიარდს ასწდა. ბიუჯეტის და ძალიან დიდი სამუშაო უძღვის წინ, ეს მექანიკურად და მარტივად არ ხდება. სწორმა დაგეგმვამ და სწორმა პრიორიტეტმა, სწორად განხორციელებულმა მენეჯმენტმა, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, ქალაქში მოგცა შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ დღეს სულ სხვა მასშტაბებზე ვსაუბრობთ. რაც 8 წლის წინ შეუძლებლად ჩანდა, დღეს კი უკვე რეალობა, აბსოლუტურად განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რეაბილიტირებული გამზირები და მრავალი სხვა. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვართ ევროპული ქალაქი, ამას კიდე დიდი შრომა და კარგი მენეჯმენტი სჭირდებოდა. 2025 წელი ასევე იქნება დატვირთული პროექტებით, მიხარია ამ პროცესის მონაწილე რომ ვარ. ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებსაც ჰქონდა ჩანსი მონაწილეობა მიიღოთ ამ პროცესში, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ისინი ყოველთვის ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ. ისინი არასოდეს იღებდნენ პასუხისმგებლობას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე. ამ პროცესს ისტორია შეაფასებს, ჩვენი ქალაქის განვითარება კი გაგრძელდება, განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის იდეას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება. სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა თავის დროზე წინადადება, რომ შეექმნა ტექნიკური მთავრობა, ჭრილოვანი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატი წარედგინათ. ფიქრობ, ეს არის პოლიტიკური ტრიუკი, გარკვეული ნაბიჯი იმისათვის, რომ ხალხს პროცესი დაანახოს, ამაში არანაირი შინაარსი არ დევს და გარდა იმ დესტრუქციისა, რასაც თავიდან მიჰყვებიან სალომე ზურაბიშვილი და ეს რადიკალური
უნიკალური პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გაერთიანებული არიან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის სახელის ქვეშ. აღნიშნა ვოლსკიმ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჩხარტიშვილმა თბილისის მერს კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა დედაქალაქში გაწეული სამუშაოებისთვის, რომლებიც აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას და დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნას ეხებოდა. საკრებულოს უმრავლესობის წევრმა დედაქალაქის მერს მადლობა გადაუხადა, როგორც პარტია ქართული ოცნების გენერალურ მდივანს იმ სიმტკიცისთვის და ღირსებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს შეუნარჩუნებს. ქართული ოცნების ლიდერმა მისი თქმით ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი კი ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს. ის 4 პოლიტიკური პარტია თუ რა პროცესებს ახორციელებს, ამას კარგად აფასებს ქართველი ხალხი იმ დავალებებს, რომლებიც მოდის უცხოეთიდან ვერ ასრულებენ ოპოზიციური პარტიები, რადგან მათი პოლიტიკა ქართველი ხალხისთვის მიუღებელია. დარწმუნებული ვარ გონიერებით, სიმტკიცით და ღირებულებებით გავაგრძელებთ ევროპისკენ ღირსეულ წინსვლას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა. მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ანგარიში წარადგინა, საკრებულოს დეპუტატებმა იმედი გამოთქვა, რომ 2025 წლისთვის შესაძლებელი იქნება საცურაო აუზის რეაბილიტაციის პროექტის დაწყება დიღმის მასივის მესამე კვარტალში. პარტია ხალხის ძალის წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და 2010-2011 წლებში კოტ-დ ივუარში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. მსგავსება იმდენად თვალსაჩინოა, რომ ღირს გავიხსენოთ დეტალები, წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აფრიკულ სახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. ექსპერტის განმარტებით სალომე ზურაბიშვილის გეგმები კოტ-ივუარის ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგბოს ქმედებებს გავს. ექსპერტი იხსენებს, რომ გბაგბომ წაგებული არჩევნების შემდეგ უარი განაცხადა პრეზიდენტის სასახლის დატოვებაზე და თავი ერთადერთ ლეგიტიმიურ პრეზიდენტად გამოაცხადა. ჩამოაყალიბა საკუთარი მთავრობა და გააგრძელა ქვეყნის მართვა, რასაც შემდგომ სამოქალაქო დაპირისპირება და გბაგბოს დაკავება მოჰყვა. დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ 5 დღეში ცნობილი გახდება, თუ რა გზას აირჩევს სალომე ზურაბიშვილი. გვიახლოვდება 29 დეკემბერი და სალომე ზურაბიშვილის აფრიკულ დეჟავიუს მივყავართ 2000-2011 წლებში კოტ-დ-ივუარში განვითარებულ მოვლენებამდე. ზუსტად ამ აფრიკულ სახელმწიფოში ექს-პრეზიდენტმა უარი თქვა გადადგომაზე და ახლად არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ცნობაზე. გარდა ამისა, მან ჩამოაყალიბა ალტერნატიული ტექნიკური მთავრობა და დანიშნა ახალი ვადამდელი არჩევნების თარიღი. მსგავსება იმდენად თვალსაჩინოა, რომ ღირს გავიხსენოთ დეტალები. მას ასე 2010 წელს კოტ-დ-ივუარის მოსახლეობის უმეტესობამ პრეზიდენტად აირჩია ალასან უატარა, ხოლო ყოფილმა ლორან გბაგბომ უარი თქვა გადადგომაზე, განაცხადა ფართო მასშტაბიანი გაყალბების შესახებ საკუთარი თავი გამოაცხადა ქვეყანაში ერთ-ერთ ლეგიტიმიურ მმართველად და უარი თქვა პრეზიდენტის სასახლის დატოვებაზე. უფრო მეტიც გბაგბომ ჩამოაყალიბა საკუთარი მთავრობა და გააგრძელა ქვეყნის მართვა სასახლიდან, რომელიც იყო გამაგრებული მისი მხარდამჭერითა და შეიარაღებული პირებით. უატარმა თავის მხრივ ჩამოაყალიბა ახალი ლეგიტიმიური მთავრობა, რომელიც დროებით განლაგებული იყო ქვეყნის დედაქალაქის აბიჯანის ცენტრალურ სასტუმროში და იყო გაეროს მშვიდობის ყოფილთა დაცვის ქვეშ. გბაგბომ ასევე გამოაცხადა ახალი არჩევნების თარიღი და განაცხადა ხმის მიცემის წესების გადასინჯვის შესახებ. ამ მომჩენელთა უმრავლესობამ და საერთაშორისო საზოგადოებამ უარყვეს მისი ქმედებები აღიარეს, ხოლო უატარა როგორც კანონიერი ლიდერი სიტუაციამ გამოიწვია შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც გადაიზარდა ხანმოკლე სამოქალაქო შეტაკებაში. 2011 წლის აპრილში უატარას მხარდამჭერმა ძალებმა საფრანგეთისა და გაეროს დახმარებით შტურმით აიღეს პრეზიდენტის სასახლე. დააკავეს. შემდეგ კი ექსტრადირებული იყო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, სადაც მას ედებოდა ბრალად დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. 2019 წელს გბაგბო გამართა, თუმცა საბოლოოდ დაკარგა პოლიტიკური გავლენა. კონფლიქტი დასრულდა ალესან უატარას ძალაუფლების გამტკიცებით, ხოლო კოტ-ივუარი თანდათან დაუბრუნდა პოლიტიკურ სტაბილურობას. ეს შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა იმ კითხვით, თუ როგორ შეიძლება ძალაუფლებისთვის ბრძოლამ გამოიწვიოს პარალელური მმართველობის სტრუქტურების შექმნა და საქმე მიიყვანოს შეიარაღებულ დაპირისპირებამდე. რა გზას აირჩევს სალომე ზურაბიშვილი, სულ რაღაც 5 საკრალურ დღეში გახდება ცნობილი, წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. მთავრობის მეთაურსა და ბიზნეს 100-მდე წარმომადგენელს შორის გამართულ შეხვედრას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. ოპოზიციისთვის აღნიშნული შეხვედრა ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ბიზნესმენი შიხშია შესული და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად დაისახება. ხელისუფლების ოპონენტები ახლა დარწმუნებული არიან, რომ ბიზნესის მსგავსად შიხშია ქართული ოცნებაც, რომელიც იძულებულია მოლაპარაკებები დაიწყოს განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენებთან. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ბიზნესმენმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს. რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა და რა შეფასებები მოყვა პრემიერის ბიზნესმენებთან შეხვედრას.
უწყვეტი პროტესტის 27 დღე დედაქალაქში რა სითხოვენ აქციის მონაწილეები. უწყვეტი პროტესტის 27 დღე დედაქალაქში წინა დღეების მსგავსად დღესაც არაერთი მსვლელობა გაიმართება, რომელსაც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები შეუერთდებიან, საღამოს კი მოქალაქეები ისევ საკანმამდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, დემონსტრანტები ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. დემონსტრანტების მსგავსად უწყვეტი საპროტესტო აქციების მნიშვნელობაზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. ისინი ფიქრობენ, რომ მთავარი რაც საქართველოს ხელისუფლებას დათმობაზე წაიყვანს მოქალაქეების უწყვეტი პროტესტია. უმძიმესი დანაშაული 21 დეკემბერს ვარკეთილში საღამო ხანს ახალგაზრდებს შორის მომხდარი შელაპარაკება სისხლისღვრით დასრულდა. სამწუხაროდ 4 ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი ახალგაზრდა დედის ერთა ბიჭი 23 წლის მიშო ქავთარაძე მიყენებული დაზიანებით კლინიკაში მისვლისთანავე გარდაიცვალა. ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიშოს მამა ბესო ქავთარაძე, რომელიც ეზოში მოჩხუბრების გასაშველად ჩავიდა, მას სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. კლინიკაში იმყოფება კიდევ 2 დაჭრილი ახალგაზრდა, ისინი მიშოს მეგობრები და მეზობლები არიან. მოკლულის დეიდაშვილმა ანა ფაცაციამ საქმის ირგვლივ დეტალებზე მედიას მიაწოდა ინფორმაცია. ამ სიტუაციაში ძალიან ძნელია ჩემთვის ჭირის უფლისთვის ამ თემაზე საუბარი ძალიან მიჭირს, რადგან მიშო არ ყავს, მაგრამ იმდენად არასწორი ინფორმაციები ვრცელდება სოციალურ ქსელში. გადავწყვიტე სიმართლე ვთქვა, მკვლელობა 21 დეკემბერს მოხდა. ბიჭები გასართობად უბანში იყვნენ ჩასულები. კერძოდ მიშოს კორპუსის უკანა მხარეს იყვნენ. იქ იყო ჩემი დეიდაშვილი, მიშო და მისი სამეგობრო. ამ დროს გამოჩნდნენ ვიღაცები, რამდენიმე პირი უბნის ბიჭები ეგონათ და თურმე მიშომ დაუძახა. ისინი მოვიდნენ და აგრესიული ტონით დაიწყეს საუბარი. ამას მოყვა შელაპარაკება. ეს ფაქტი ნახა აივნიდან ბიძაჩემმა ბესო ქავთარაძემ ჩოჩქოლზე ჩამოვიდა ის ბინიდან ქვევით ეზოში. თითქოს იმ მომენტში ყველაფერი დასრულდა, მაგრამ როგორც ამბობენ, რამდენიმე ხანში ისევ უკან დაბრუნებულან ეს ბიჭები. ამ ფაქტს კიდევ ერთი თვითმხილველი ჰყავს. მიშოს მეგობარი, ვინც მანქანას აყენებდა იქვე და იმ მომენტში საჭესთან იჯდა. ის ამბობს, მანქანას ვასწორებდი, ამიტომ ერთ მომენტში გავიხედე და ვხედავ 4 ადამიანი ერთმანეთზე იყო გადაფარებულიო. ბიძაჩემი, რომელიც გასაშველად ჩავიდა, ჩემი დეიდაშვილი მიშო და მისი 2 ძმაკაცი, მათ შორის ერთი მისი მეჯვარე დაჭრეს. ერთმანეთზე იყვნენ გადაფარებული, იმიტომ რომ დანით შეხავდნენ. ყველაზე მეტი ჭრილობა ბიძაჩემს მიაყენეს. ჩემს ბიძაშვილს გვერდულად აქვს ჭრილობა მიყენებული. სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული შტირით და ფილტვი ჰქონდა დაზიანებული. კონფლიქტი, რომელიც ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მოხდა, მედიამ ექსკლუზიურად მოიპოვა ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი კადრები, რომლებსაც მოგვიანებით განზრახ მკვლელობა მოჰყვა. მედიის ინფორმაციით კადრები სამეთვალყურეო კამერებითაა გადაღებული. ვარკეთილში 25 წლის მიშო ქავთარაძის მკვლელობასა და კიდევ 3 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დავით გოგიძის განცხადებით მის მიმართ პოლიციელებმა დამამცირებელი მოპყრობა განახორციელეს. აღნიშნული შესახებ ბრალდებულმა მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას ლევან გელოვანმა ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა ადგილი მის მიმართ არა ადამიანურ მოპყრობას ან წამებას ადგილი. ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო და მე მუქნენ. დილის 11 საათზე შემიყვანის, არც საკვები ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ მაძლევდნენ. ჩემს დაზე იყო საუბარი, ამას ასე უზამთო ჩემი ოჯახის წევრების მიმართ შეურაცხყოფები იყო. ასევე ჩემ შეყვარებულზე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. აი რომ მიგიყვანთ განყოფილებაში, ნახე რას გიზამენო, განაცხადა გოგიძემ. საქმის პროკურორის განმარტებით აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულს გაესაუბრებიან და თუ შესაბამისი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ისინი შესაბამის უწყებებს მიმართავენ. ამასთან ბრალდებულის განცხადებაზე რეაგირებისთვის მოსამართლემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. საინფორმაციო გამოშვებას უცხოეთის სიახლებით განვაგრძობთ. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენის სიკვდილის მსჯილი 37 პატიმრის სასჯელის შემსუბუქების გამო გააკრიტიკა. ჯო ბაიდენმა ახლახან შეუმსუბუქა სიკვდილით დასჯა ჩვენი ქვეყნის 37 ყველაზე საშინელ მკვლელს, როცა თითოეულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ გაიგებთ, ვერ დაიჯერებთ თუ რა ქნა მან. ეს უაზრობაა, ნათესავები და მეგობრები სულ უფრო გულდაწყვეტილნი არიან, ისინი ვერ იჯერებენ თუ რა ხდება, დაწერა ტრამპმა მის სოციალურ ქსელში. ცნობისთვის ბაიდენმა გუშინ სიკვდილის მსჯილ 37 პატიმარს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ომი უკრაინაში 2025 წელს დასრულდება. მედიას ორბანმა განუცხადა, რომ ყველაფერი ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებით დასრულდება, ან ომში მყოფი ერთი ქვეყანა მეორეს გაანადგურებს. ამასთან ორბანი ამბობს, რომ ომის დასრულების შემდეგ უნგრეთს ეკონომიკური წინსვლა ელის. დაბრუნდება მშვიდობის პოლიტიკა და ჩვენ კვლავ გვექნება ეკონომიკური წარმატებები, განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში ომით საკუთარ მიზანს მიაღწია, ვინაიდან ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, განაცხადა ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა ანდრუს მერილომ ესტონურ გამოცემა დელფისთან ინტერვიუში. მისი თქმით, რუსეთმა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა და ამით მსოფლიოს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ ეს ნორმალური მოვლენა. მან რუსეთმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია ომის მეშვეობით მოახერხა და მსოფლიოს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ ეს ნორმალურია და მოლაპარაკებების შედეგად, როგორც ჩანს, ეს ტერიტორია კიდევ რამდენიმე ხანი მასთან დარჩება. ეს ხომ გზავნილია სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ახლა დაფიქრდებიან, ხომ არ დაეწყოთ კონფლიქტი რაღაცა სხვა ძველი ვიზეზებით, რათა მეზობელს რამე წაართვან, თქვა მერილომ. როგორც ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა აღნიშნა, ეს ფაქტი სრულად ცვლის მსოფლიოში უსაფრთხო არქიტექტურას. მერილოს განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტი გაიყინება, მრავალი ადამიანის თვალში რუსეთი გამარჯვებული იქნება. ასეთი გახდათ საქართველოსა და უცხოეთში განვითარებული მოვლენები, მეკიდროებით, მშვიდობებით, თქვენ კი დარჩით TV+-ის არხზე. მადლობთ, რომ გიყურებთ.